გამარჯობათ გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას, მივესალმებით სტუმრებს, დარჩით ჩვენთან. გაშლის თემა თქვენ უკვე იცით, მე ეხლა გავიგებ პოსტფაქტუმ, ანუ სათაურს რა თქმა უნდა ეწერება მე, მაგრამ მე ჯერ არ ვიცი რა თემაზე გვექნება საუბარი. ჩემი მუდმივი მაყვარებელი მიჩვეულია რაღაც მომენტებში ამას ვაკეთებ ხოლმე, ზუსტად აი ამ ტექნიკით ვეკითხები დასტას რა იყოს დღეს თემა, ვის ჭირდება ყველაზე მეტად პასუხის მიღება და იმის მიხედვით ვაკეთებ გაშლას. გავიგოთ ახლა რა თემა გვექნება დღეს, რა თქმა უნდა თქვენ უკვე იცით. საინტერესო თემა გამოგვდის, ძალიან საინტერესო თემა. დიდი ალბათობით აქ არის მარტოობის დასასრული, პირად ცხოვრებაზე იქნება ლაპარაკი, რადგან აგერ განდეგილი და წყლის რაინდი, ფიალების რაინდი, რომანტიკული ურთიერთობის დასაწყისი, მარტოობიდან გამოსვლის ეტაპზე გვესაუბრება. თითქოს დიდი ხანი ვერ უშვებდით სიტუაციას, ან იყო ისეთი მომენტი, რომ ვიღაც გებრძოდათ როგორც ზუსტად რომ იმას ვქნა, გამოვხატო აზრი, რასაც ყვით, ანუ არ გიშვებდათ დიდი ხანი, იბრძოდა თქვენთვის, მაგრამ რაღაც გავლენაც შეიძლება ქონოდათ თქვენს ცხოვრებაზე, ეს შეიძლება იყოს როგორც პირადი ურთიერთობა, ისე ოჯახის წევრები, ისე მეგობრები და ასე შემდეგ, აი მესაკუთრის შეგრძნება ქონდა ვიღაცას, შეიძლება თქვენ თავათაც რაღაცა მომენტში ძალიან უფრთხილდებოდით საკუთარ თავს, უფრთხილდებოდით ბჭყალებში, ენერგიას და ემოციას არ გასცემდით. აქ არ არის იმაზე ლაპარაკი, რომ თქვათ რაღაცა მაგიური გავლენა იყო და არ გიმართლებდათ და მცდელობები იყო და არ გიმართლებდათ და ასე შემდეგ. უბრალოდ ვიღაცები ძალიან მესაკუთრულად გექცეოდნენ და ზოგიერთი შემთხვევაში თქვენ თავად იქცეოდით ძალიან მესაკუთრეთ საკუთარი თავის მიმართ. რაღაცაი თითქოს შეიძლება საკუთარი კომფორტის ზონის დათმობა არ გინდოდათ და სხვა ადამიანის შემოშვება თქვენს ცხოვრებაში. სავარაუდოდ აქ უფრო საუბარი იქნება მოწიფულ ადამიანებზე, აქ არ არის თინეიჯერობის ასაკი და პატარა ბავშვური ისინი ოცნებები და ფიქრები, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდულ ასაკში უფრო გახსნილი არიან ამ ყველაფრის მიმართ, აქ უფრო უკვე დასერიოზულებული, ჩამოყალიბებულ ადამიანებზე იქნება ლაპარაკი, მაგრამ არც არის გამორიცხული ძალიან ახალგაზრდა თაობასთან ქონდეს საქმე, თანდაყოლილი სიდინჯით, სიბრძნით და რაღაცა მომენტამდე არ უშვებდით ადამიანს თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ აი ეს ბოლო პერიოდია, გამოჩნდა ვიღაც, თქვენს მარტოობას თითქოს ბოლო მოეღო. ბევრი თქვენგანი გეგმას აწყობდა მაგალითად, ან თავის ცხოვრებიდან გამომდინარე, თავის ინტერესებიდან გამომდინარე პირადი ცხოვრებისთვის არ ეცალა ზოგიერთ თქვენგანს, მაგრამ სიტუაცია ბევრნაირი შეიძლება იყოს. შესავალი თითქოს ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ ზუსტად მინდა აღნიშნო, ვისთვის იქნება დღეს ეს გაშლა და გამოჩნდა ადამიანი, მაგრამ ეს არის საწყისი რომანტიკული ურთიერთობის და ვფიქრობ თემა იქნება ახალი პიროვნება თქვენს ცხოვრებაში, ახალი ადამიანი, ახალი შეყვარებული, ახალი ნაცნობი, რომელთანაც ესეთი კონტურები ისახება რომანტიკის, სიყვარულის ალბათობის და გაინტერესებთ ღირს თუ არა ეს ადამიანი იმად რომ გააგრძელოთ ურთიერთობა. მოკლედ თემა გვექნება ახალი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, ახალი პიროვნება. შესავალი ფაქტიურად წავიკითხე, ყველასთვის იქნება ინდივიდუალური და ვფიქრობდი ერთი ვარიანტი გამეკეთებინა, მაგრამ აქ ისეთი მიმოხილვა გავაკეთე ამ ყველაფრის, რომ ნახოთ იქილისი, არაიქილისი, ანუ პენტაკლების ორიანი მაჩვენეს, ორ ვარიანტზე გავაკეთებ. პატარა წინა ისტორიას მაინც წავიკითხავ თითო ვარიანტზე და ამის მიხედვით გავაკეთებთ მერე გაშლას, თქვენ რა თქმა უნდა ზოგადი ინფორმაცია უკვე მიიღეთ და იმ შესავალსაც პირველი და მეორე ვარიანტის გადახედავთ. ნახოთ. მოდი დასტიდან ამოვიღოთ მინიშნებებისთვის
ანუ წინა ისტორიისთვის სამ-სამი კარტი რომ დავამატო იმ ინფორმაციას, რაც თქვი, ეხლა რა ხდება დღეს თქვენს ცხოვრებაში და თემის მიხედვით და მე პროგნოზი გავაკეთოთ აი ამ არაჩვეულებრივ სინათლის ორაკულზე, ულამაზესი დასტაა, უძლიერესი და გავაგრძელოთ და ვნახოთ კიდე ორი დასტიდან თუ დაემთხვა კიდე კარტები ეს კიდე დაგვიდასტურებს ჩვენი ინფორმაციის სისწორეს. რა ხდება პირველ ვარიანტში პენტაკლების რაინდი, ცეცხლის პაჟი და ჰაერის ტუზი, ანუ ხმლების ტუზი. თქვენი ეს წინა ისტორია, აქ როგორც ჩანს, მართლაც პირველი ვარიანტი მათთვის იქნება მისაღები, ვინც სწავლობდა, სწავლაში მომავლის გაკვალვაში იყო ჩართული, საქმიანობაში, თქვა სამსახურის დაწყებაში და ასე შემდეგ, ჯერ გსურდათ ქონოდათ ბაზა მატერიალური, ყოფილიყავით შემდგარი, ყოფილიყავით დამოუკიდებელი, ანუ არ იყოთ სხვისი ხელის შემყურე, თქვენ თვითონ მყარად იდგეთ ფეხზე, აქ უფრო ცოდნაზეა, მაინც სწავლის დამთავრებაზეა ლაპარაკი, აი უფრო მინიშნება რომ რომელიღაცა თქვენგანმა ესეა დაასრულა სწავლა და მანამდეც ალბათ განწყობილი იყავით რომ სანამ განათლების მიღებას არ დაასრულებდით, არ გაინტერესებდათ არანაირი პირადი ურთიერთობები, ხელს შემიშლისო, არ მცალიაო, შეიძლება ამ რაღაცა ფორმირებით ჰქონდათ ეს განწყობა, ეს აზრები, ასევე რა შეიძლება იყოს, შეიძლება თქვათ საზღვარგარეთ სწავლობდა ვიღაც და ან დამატებით რაღაცა კურსებს გადიოდა ან რაღაცას, მოკლედ აი ეს ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანის გამოჩენა ემთხვევა სწავლის დასრულებას, რაღაცა ცოდნის მიღებას, რაღაცა ინფორმაციის, არ ინფორმაცია უფრო არა ეს ერთ მარტივ ინფორმაციაზე არ არის დამოკიდებული, რაღაც ყოფით ინფორმაციაზე, აქ უფრო სწავლაზეა ლაპარაკი და რაღაც ერთი მომენტის შეგრძნებაც მაქვს, რომ შეიძლება გქონოდათ რაიმე წარსული პირად ცხოვრებაში ისეთი, რომელიც დიდხანს ვერ დაივიწყეთ, იყო თუ არა ტოქსიკური, იყო თუ არა ცუდი ფინალი ურთიერთობაში, ან შეიძლება უბრალოდ პირველი სიყვარული ყოფილიყო და არ გაგიმართლათ, რაღაცა მსგავსი შეიძლება იყო და ძალიან დიდხანს მოუნდით აი ამ მდგომარეობიდან გამოსვლას, საკუთარი თავი ისევ მიეცით ცოდნას, განათლებას, სამომავლო პერსპექტივებს და აი ეხლა ესაა დასრულდა აი ეს ეტაპი თქვენს ცხოვრებაში, გამოჩნდა ვიღაც ადამიანი, თემა გვაქვს ახალი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში და ვნახოთ ეხლა ვინ არის ეს ადამიანი, ზოგადად რას წარმოადგენს, დახასიათება წავიკითხოთ მისი. ჩემო კარგებო, როგორც ჩანს ამ ადამიანსაც შეიძლება რაღაცა მსგავსი ისტორია ჰქონდეს, ყოფილიყო ვიღაც მის ცხოვრებაში, ისეთი, ვის გამოც აი სხვა ურთიერთობებისთვის არ ეცალა, შესაძლებელია ოჯახის წევრებთან ჰქონდა რაღაც ისეთი მოვალეობები, ვალდებულებები, ისეთი დამოკიდებულება, რომ აი პირად ცხოვრებას ვერანაირად ვერ აიწყობდა, თუ კი დამოუკიდებელი არ გახდებოდა. აქ შესაძლოა ლაპარაკი იყოს ისეთ ადამიანზე, სავარაუდოდ, რომელმაც თქვათ შეიძინა ცალკე სახლი თავისთვის, ბინა, საცხოვრებელი, ან გადავიდა ქირით, ან გირაოთი აიღო ბინა, ან გამოეცალა ოჯახს, არ გამოურიცხავ ერთ ვარიანტსაც, რომ იყო ქორწინებაში, ან თანაცხოვრებაში, ქორწინებასთან გაიგებებულ ურთიერთობაში და დაშორებულია იმ ადამიანს და ძალიან დიდი ხანი აი თითქოს ეს ადამიანიც თავის მატერიალური პირობების გაუმჯობესებას უთმობდა დროს, ფიქრობდა საკუთარ კეთილდღეობაზე, სამსახურზე, რომ მერე შესძლებოდა უკვე დაქორწინება, ან თუნდაც თქვათ თანაცხოვრება, ყოფილიყო დამოუკიდებელი სხვა ადამიანებისგან, ვისთანაც აღარ იქნებოდა ვალდებულება, ან ვინმეზე არ იქნებოდა დამოკიდებული და მერე ეფიქრა პირად ცხოვრებაზე, ადამიანი, რომელიც არის აი სიყვარულისთვის, ბედნიერებისთვის, თანაცხოვრებისთვის მზად,
აი დაუხარჯავი სიყვარული აქვს ბევრი ამ ადამიანს და ესეთი ადამიანი გამოჩნდა თქვენ ცხოვრებაში და ეძებს რა თქმა უნდა თავის მეორე ნახევარს, ეძებს ბედნიერებისთვის ამ ადამიანს ახლა ჯერჯერობით რასაც ვხედავ არ სჭირდება დროებითი ისეთი მსუბუქი ურთიერთობები ვალდებულებების გარეშე ადამიანს სჭირდება სრული ბედნიერება ადამიანი მის გვერდით რომელთანაც შექმნის ოჯახს შეიძლება ქონოდა კიდევაც ადრე ოჯახი ან ყოლოდა პარტნიორი დიდი ხნის მაგრამ დღესდღეობით არაფერი აღარ აკავშირებს იმ ყოფილთან როგორც ჩანს მაინც ნახოთ ვიკითხოთ რა უნდა იცოდეთ ამ ადამიანის შესახებ ის რის იცოდნაც თქვენთვის აუცილებელია ეს კითხვა დავსვათ ჩემო კარგებო აი ვისაც ამ ადამიანის ამ პიროვნების წარსულზე ფიქრი თქვენ არ გაწუხებთ მის წარსულთან დაკავშირებით და ფიქრობთ რომ რამე სხვა არ მიმალავს მით უმეტეს თუ იცით რომ ადამიანი იმყოფებოდა ქორწინებაში ან პარტნიორულ ურთიერთობაში და წარსულთან კავშირი გაღელვებთ თამამად შემიძლია გითხრათ და დაგიდასტუროთ ვისაც გეცნოთ ეს გაშლა და ხვდებით რომ თქვენზეა საუბარი და იმ ადამიანზე ვინც ჩაიფიქრეთ დარწმუნებით გეტყვით წარსულთან ყველა ანგარიში გასწორებული აქვს ყველა ვალე გასტუმრებული აქვს იქნება ეს ფიზიკურ პლანზე ანუ მატერიალურ პლანზე თუ კარმულად თუ რაიმე ვალი ქონდა ამ ადამიანს წარსულთან ყველა ანგარიში აქვს გასწორებული განმეორდი და არაფერი წარსულთან აღარ აკავშირებს დღეს ის არის საკუთარი თავის ბატონ პატრონი დღეს ის არის თავისი ცხოვრების განმგებელი არავის წინაშე ვალდებული აღარ არის ყუროთ თავის საკუთარი თავის წინაშე ბუდიშ ტავტალობისთვის იყოს ბედნიერი ნახოთ პერსპექტივა თქვენი ურთიერთობის ჩემო კარგებო ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს ამ ურთიერთობას მაგი გვეუბნება რომ ყველაფერი თქვენს ხელშია ანუ მქონია შემთხვევა ისეთი ურთიერთობები ამომიცვნია კონსულტაციის დროს თუ საჯარო გაშლებში რომ გარდაუვალია თითქოს ეს ურთიერთობა და აუცილებლად რაღაც მისია უნდა შეასრულოს ამ ადამიანმა თქვენს ცხოვრებაში ზოგისთვის სამუდამოდ უნდა დარჩეს ზოგისთვის განვლელია მაგრამ ძირითადად მაინც არჩევანს ყოველთვის ჩვენ ვაკეთებთ, გადაწყვეტილებას ჩვენ ვიღებთ, იქ თავისი ინტერპრეტაციებით. ამ შემთხვევაში კი ესეთ გარდაუვალ რაღაცა ისტორიაზე და კარმულ ისტორიაზე არ გვაქვს ლაპარაკი. რა თქმა უნდა, ყველაფერი კარმულია, რადგან თუ დამსახურებული გაქვთ ბედნიერება, ესე იგი მოვიდა იმ ბედნიერების დრო და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული მიიღებთ თუ არა ამ ყველაფერს ანუ სამყარო გაძლევთ შანსს, გაძლევთ საჩუქარს ამ ურთიერთობის სახით და შესაძლებელია რომ თქვენ ამ ადამიანის ხელში გახდეთ იმპერატრიცა ან იმპერატორი ვინც გაშლებს უსმენს მე მგონი გასაგებია რაც უგულისხმი აღარ მოუყვები ამ კარტების სათითაო ახსნას მე აქ იმპერატრიცას მაჩვენებენ მაგრამ ბიჭებმა შეაბრუნეთ თქვენს თავზე მოირგეთ იმპერატრიცა ანუ იმპერატორი და ანუ ადამიანმა დაგაყენოთ ყველაზე მაღლა გაგაღმერთოთ გაგაქალღმერთოთ და ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემა მოგაგოთ სამყარო გაძლევთ ამის შანსს ერთი მაგრამ არის კი თითქოს რაღაცა იმპულსები წამოვიდა იმიტომ რომ თავიდან როდესაც გაშლას ვიწყებდი თქვი აქ არის დასაწყისი ურთიერთობის ფიალების რაინდი ანუ წყლის რაინდი ფლირტი რომანტიკა რაღაცა ემოციები გრძნობების აი პეპლები მუცელში და ასე შემდეგ მაგრამ თითქოს ოცნებაში თქვენს ოცნებაში სხვა ადამიანი სხვა როგორც ასეთი შეიძლება კონკრეტული პიროვნება არ იყოს და თქვათ ეტალონი არ იყოს არ ფიქრობდეთ აი ვიღაცა კონკრეტულზე რომ ესეთი უნდა იყოს მაგრამ თითქოს თქვენს წარმოსახვაში ცოტა შეიძლება სხვანაირი ადამიანი არსებობს როგორც ასეთი სხვა ტიპაჟები მოგწონთ
ეს ადამიანი თითქოს იმ კრიტერიუმებში არ ჯდება, მაგრამ რაღაც ემოცია გამოიწვია. აქ შესაძლოა იყოს ვიზუალზე ლაპარაკი, რომ მოგწონთ, თქვათ, ქერაცის ფერთვალება ეს შაბლონური და ეს არის შავგვრემანი, მოგწონთ მაღალი გამხდარი, სუსტი და ეს ცოტა სხვა გაბარიტებშია, ან რაღაცა მანერების, საქციელი, რაღაცა კრიტერიუმებში არ ჯდება თითქოს თქვენს კრიტერიუმებში, მაგრამ სამყარო გაძლევთ ძალიან კარგ შანსს და თქვენზეა დამოკიდებული ამ შანსს გამოიყენებთ თუ არა, რადგან მაგი, როგორც გითხარით, ამ შემთხვევაში და ამ კითხვაზე ღირს თუ არა, გვეუბნება რომ ყველაფერი თქვენს ხელშია, რადგან მაგი ფლობს ენერგიებს, რომლის საშუალებითაც ცვის რეალობას თავის თუ სხვების ცხოვრებაში. ასე რომ შანსს გამოიყენებთ თუ არა, ეს თქვენზეა დამოკიდებული. პერსპექტივები ძალიან კარგი, ადამიანი მზად არის სიყვარულისთვის, ძალიან დიდი დაგროვილი მარაგი აქვს სიყვარულის, ბედნიერების, წყურვილის და გამოიყენებთ თუ არა თქვენზეა დამოკიდებული. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, როგორც თქვი, ჯერ გვექნება პატარა დამატება წინა ისტორიის, რაც შესავალში წავიკითხე და მე ვნახოთ, ვინ გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში და ღირს თუ არა ამ ადამიანისთვის შანსის მიცემა. და პატარა წინა ისტორია დამატებით, აქ არჩევანზეა ლაპარაკი, გზას ეძებთ თითქოს გამოსავალის ძებნაც იმდენად არა, რაღაცა რომელი მიმართულებით წაყვიდეთ და როდესაც პირად ცხოვრებაზეა დიდი ალბათობით ორ ადამიანზეა რა თქმა უნდა ლაპარაკი, შეიძლება ცოტა ხნის წინ იდექით აი ამ არჩევნის წინაშე იყო პიროვნება თქვენს ცხოვრებაში, რომელიც დამთავრდა, უბრალოდ დამთავრდა ეს ადამიანი თქვენთვის და აქ ორი ვარიანტია, შეიძლება უბრალოდ ჯერ არ იყოთ მზად ურთიერთობისთვის და ძალიან მალე მოხდა სხვა ადამიანის გამოჩენა თქვენს ცხოვრებაში, ან ის პიროვნება წარსულიდან თლიანად ვერ გაუშვით თქვენი ემოციებიდან, თქვენი გონებიდან, რაღაც თითქოს კიდე შეიძლება უკან გხევდეთ, აი თითქოს ერთი ნაბიჯი, აი ფეხი რო უკან გრჩებაო, ზუსტად ეს ქართული ჩვენი გამონათქვამი, აი ზუსტად რაღაც ესეთი მომენტიც და აი კარტიც ნახეთ ჩემო ცეცხლის ორიანი, ანუ კვერთხების ორიანი როგორია ამ დასტაში, ეს არის დასტა 78 კარი. ვიმეორებ ხოლმე, როცა აინტერესებთ ადამიანებს და ვცდილობ ზოგჯერ კარტებიც აუხსნა კარგად. რა თქმა უნდა, კლასიკური გაგება აქვს ცეცხლის ორიანის, მაგრამ ნახატებს ყოველთვის, აი რატომ აქ ამდენი სახეობა კარტების, იმ ნახატს აქვს თავისი ენერგეტიკა, აქვს თავისი აზრი ჩადებული და აი ზუსტად ერთი ფეხით გამოსულია და ერთი ფეხი მაინც უკან აქვს და აი ამ სიტუაციაში შეიძლება იყოთ. რა თქმა უნდა, ეხლანდელ მდგომარეობასაც აღწერს და თემაც ეს გვაქვს, ახალი ადამიანია და არიცით ღირს თუ არა ამ ადამიანთან ურთიერთობა და გაგრძელება, აი ეს რაღაცა რომანტიკა თუ ემოცია, რაც გამოიწვია თქვენში, აი ამის გაღვივება და ითრევთ ფეხს, ამის გამო არიცით ღირს თუ არა და ასევე აი ეს ყოფილი, ეს უეჭველი ყოფილია ცეცხლის მეფე, შეიძლება ზოგისთვის რეზონირდეს როგორც პირდაპირ ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი ყოფილი პარტნიორი, ან ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებისთვის დამახასიათებელი რაღაც თვისებები კონდეს და აქედან გამომდინარე გვაჩვენებენ ცეცხლის მეფეს. არ არის ახლა ბიჭებმა, რა თქმა უნდა, აქ იგულისხმეთ ცეცხლის დედოფალი, აქ სტიქიაზეა ლაპარაკი და ენერგეტიკაზე იმ ადამიანის. დამთავრდა, მაგრამ თითქოს რაღაცა კიდე, აი ფეხი გრჩებათ უკან. მოდი გავიგოთ, აი რატო გრჩებათ ფეხი უკან? რა არის ეს? რა გქაჩავთ უკან? აი აქ ახლა ესეთი კომბინაცია ამოვიდა, ჩემოკარგებო, რომ ეჭვი, ყოყმანი, რაღაცა ესეთი ტოქსიკური ურთიერთობის გამოძახილი წინა ურთიერთობიდან და ასე შემდეგ და რაღაც ამ ისტორიებს არ მოყვები, იმიტომ რომ ესეთი რაღაც არ იგულისხმება. აი უბრალოდ რასაც ვხედავ კომბინაციას, ბევრი რო არ გავაგრძელო, ახლა აქ ვარსკვლავები, ცეცხლის რუიანი, ცეცხლის ტუზი, ცეცხლის პაჟი და პლუს ეტლი, საბრძოლო ეტლი. აქ თლიანად სურათს ქმნის, რომ აი ეს ადამიანი, როგორც ჩანს, ვინც გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში, ძალიან მოულოდნელად გამოჩნდა. არ იყავით ამისთვის მზად.
ეს ერთი მე თითქოს ეს ყველაფერი იმდენად კარგად გამოჩნდა ეს ადამიანიც ის სიტუაციაც ის პირობები თუ 1000 რაღაც კრიტერიუმია ანუ მოკლედ რომ თქვა ყველაფერი იმდენად კარგად არის რომ დაჯერება ძნელია იმიტომ რომ აქ არაფერი ნიუანსი არ არის ისეთი რაზეც შემეძლო მე თქვა რომ აი ამის გამო ითრევთ ფეხს რაღაც ანი ინტუიცია კარნახობთ ან რაღაცა არა თითქოს ყველაფერი დაუჯერებლად კარგია და უფრო მეტი პროცენტი და მეტი აქცენტი მაინც იმაზე მოდის რომ ზედმეტად ჩქარა მოხდა ყველაფერი სწრაფად განვითარება ამ ყველაფრის და აი ეს რაც წარსულში დატოვეთ ვიღაც რო დამთავრდა თქვენ ცხოვრებაში არ ვიცი რატომღაც ეს ფრაზა აი ვიღაც დამთავრდა მოიაზრება ალბათ ის რომ ვიღაცამ ყელში ამოგიყვანათ ყველაფერი და თქვენთვის დამთავრდა ის ადამიანი გათავდა დაიხარჯა მორჩა აი ზუსტად ესეთი რაღაც ის მოდის შეგრძნება აი ამ სამი კარტიდან და ნახოთ აბა რას გვეტყვის ახლა პროგნოზი აი ძალიან სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი მოდით გავიგოთ რა უნდა იცოდეთ იმ ადამიანის შესახებ ვინც გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში და ვინც ჩაიფიქრეთ ანუ პირველ რიგში მაჩვენებს ჰაერის მეფეს ძალიან ხმლების მეფე მენტალურად ძლიერი ანალიტიკური ბუნების პიროვნება ტექნიკური განათლება შეიძლება ფორმა ეს ყველაფერი მაგრამ კითხვა გვაქვს რა უნდა იცოდეთ და თუ კი ამ ერთი კარტით ჯერჯერობით ვიმსჯელებთ უნდა იცოდეთ რომ ხასიათდება ჰაერის მეფის თვისებებით თქვენთან შეიძლება თავს სხვანაირად წარმოაჩენს მაგრამ არის ტიპაჟი ჰაერის მეფის და ამ კარტაზე ცალკე ნუ გამომაყოლებთ დაგუგლეთ ჰაერის მეფის მახასიათებლები დადებითი მხარე უარყოფითი მხარე და განსაზღვრეთ როგორი პიროვნებაა მაგრამ ის გაითვალისწინეთ რომ იქ რაც ეწერება ყველაფერი ამ პიროვნებაზე არ იქნება იქნება რაღაც დეტალები მაგრამ ზოგადად ესე იგი შეიძლება უფრო ცივი უფრო ანალიტიკური გონების უფრო მეტად ჭკვიანი ვიდრე გონიათ აი მინიმალური ის დახასიათება და თუ ამ პიროვნებას არ იცნობთ ფიზიკურად და არის რატომ უმინდა ამის გაჟღერება არ ვიცი ვიღაც შემთხვევაში შეიძლება ასეც არის ონლაინ ნაცნობობა ინტერნეტ ნაცნობობა და თქვენ თვალით არ დალაპარაკები ხართ ანუ ვიდეო კოლი არ ქონიათ რატომ უნდა თქვა კოლი არ ვიცი მაგრამ ზარი ხო ვიდეო ზარი თვალით არ დალაპარაკები ხართ შეიძლება ვიზუალურად სხვა ტიპაჟის სურათი დევს და ფიზიკურად სხვა ტიპაჟია აი ესეც რაღაცა ერთი ნიუანსი შეიძლება იყოს ვიმესთვის კიდე რა უნდა იცოდეთ რაც არ იცით და აუცილებელია რომ იცოდეთ ამ ადამიანზე ადამიანი არის ძალიან შვიდი ძალიან სტაბილური ანუ განსაკუთრებული აქცენტი მოდის მის სტაბილურობაზე, უყვარს სტაბილურობა და ადამიანი არ არის ისეთი როგორც ყველა. ანუ აი ეს სოციუმში მიღებული რაღაც ნორმები, აი იმ ჩარჩოებში არ ჯდება, ცხოვრება სხვანაირად უყურებს. განსაკუთრებული ადამიანია, გამორჩეული ადამიანია, ძალიან დაბალანსებული გაწონასწორებული და ძალიან კარგად იცის ავიც და კარგიც, კარგად არჩევს ამ ყველაფერს. ეს ამ ადამიანის რაღაცა თამაშით, ფანდებით, რაღაც ინტრიგებით და ასე შემდეგ გაცურება შეუძლებელია, ძალიან ჭკვიანია და სხვათა შორის ძალიან დიდხანს შეუძლია ჩუმატყოფნა, მოთმინება და თუ კი ხდება და აკვიჯდება და მერწმუნეთ ამ ადამიანს ვერ მოატყუებს ვერავინ შეიძლება დიდხანს გაჩუმდეს, ბევრი აპატიოს სხვას, მაგრამ საზღაურის გარეშე არავის არ გაუშვებს. ვინც რას იმსახურებს, იმას ისე გაუსტუმრებს. და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ამ ადამიანს ვერავინ ვერაფერს მოატყუებს. არ ვიცი რატო გაუსვეს ამას ხაზი, აი ესეთია. უნდა იცოდეთ აუცილებლად. და გაითვალისწინოთ, რომ კარგისთვის ყველას მიუძღავს კარგით და ცუდისთვის ცუდს. ვალში არავის არ დარჩება. შეიძლება ვინმეს ნათქვამიც გქონდეს, რომ ესეთი ვარო და მერწმუნეთ, რომ ასეთია და კიდევ უფრო ღრმად და შინაგანად გრძნობს ამ ყველაფერს და ძალიან განიცდის, აი ამ სამართლიანობის გრძნობა აქვს, როგორც ჩანს, გამძაფრებული. ძალიან გამძაფრებული. სანდოა, ვიმეორებ, სტაბილურია ძალიან, შვიდია.
მაგრამ აი მონადირი რო არის ჩასაფრებული, ცუდი გაგებით არ ვიძახი, რომ ვიღაცას რაღაცა ბოროტობას უპირებს. ჩასაფრებული მონადირესავით გაიყურსება, აკვირდება ადამიანის თვისებებს, საქციელებს, ატყუებს, არატყუებს, ერთგულია, არ არის ერთგული და ასე შემდეგ. ყველაფერს აკვირდება და ყველას მიუძღავს ისე როგორც იმსახურებს. განსაკუთრებულად გაუსვეს ამას ხაზი და ვნახოთ ალბათ ვიღაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს იცოდეს. ვნახოთ პერსპექტივა. როგორი პერსპექტივა აქვს ამ ურთიერთობას, ღირს თუ არა. აღწერა პიროვნება, ეს თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, მაგრამ პერსპექტივაც ვნახოთ სამყარო რას გვეტყვის. ჩემო კარგებო, აი დახასიათება იმდენად ისე მკაფიოდ და კონკრეტულად წამოიღო, რომ უეჭველი რომელიღაცა თქვენგანს და შეიძლება რამოდენიმე, აი ვისთვისაც რეზონირდა ეს ყველაფერი, კონდეს აი აქ არჩევანს მაინც გვაჩვენებს და ფეხს ითრევთ სადღაც, რჩევის სახით მოდის თუ მოგწონთ ეს პიროვნება და ჯდება თქვენს კრიტერიუმებში, თქვენს გემოვნებაში, უფრო რჩევის სახით მოდის. პერსპექტივა არის, პერსპექტივა იმის, რომ სუფთაფურცლიდან დაიწყო ცხოვრება და რა თქმა უნდა, როგორ წაიყვანთ თქვენს ცხოვრებას, ეს თქვენზეა დამოკიდებული, მაგრამ უნდა მანამდე გაითვალისწინოთ ის, რომ ბევრჯერ აწონდაწონოთ, ამ ადამიანთან არ იქნება მარტივი, თუ კი გიყვართ ინტრიგები, თუ კი შეიძლება ფლირტი გიყვარდეთ ვიღაცასთან, თუ კი არ ხართ მზად გასცეთ სიყვარული და ერთგულება, ანუ ყველაფრისთვის, როგორც თქვენ მოიქცევით, მიიღებთ ანალოგიურ საზღაურს. და თუ კი ვინმე რაიმე მსგავსი ფიქრები გაქვთ, თავი შეიკავეთ ამ ადამიანთან ურთიერთობისას და ასევე გამორიცხეთ ის, რომ პარალელურ რეჟიმში უფრო ბიჭებისთვის, მაგრამ ეხლა გოგოებიც არ ჩამოუვარდებიან, პარალელურ რეჟიმში ვიღაცას ეფლირტაოთ, ვიღაცას ხვდებოდეთ, ეს გამორიცხული ვარიანტია, ვერ გამოაპარებთ. და პლუს ამას მინიმუმ დაკარგავთ ამ ადამიანს, რა თქმა უნდა. თუ კი ხართ არჩევანის მომენტში, ჯერ დაასრულეთ და გადაწყვიტავთ, რომ აი ეს პიროვნება უფრო მოგწონთ და ამასთან გსურთ გაგრძელება, წინა აი ვინც პარალელურ რეჟიმშია და არჩევთ ორშორის იმასთან პირველ რიგში დაასრულეთ ურთიერთობა, დასვით ძალიან ისეთი მსხვილი, გემრიელი წერტილი კონკრეტულად, რომ არა მორჩა და არ ვაპირებ ურთიერთობის გაგრძელებას და მერე გააგრძელოთ ამ ადამიანთან ურთიერთობა, ანუ თუ კი პასუხის გაცემას აპირებთ, რომ ხო თუ არა და ელოდება თქვენგან პასუხს, ხართ თუ არა მასთან ურთიერთობაში, ვირჩევთ ესე მოიქცეთ, პერსპექტივა არის ახალი გზის, ახალი საწყისის, მაგრამ ეს დასრულდება მაშინვე თუ კი ვიღაცა მესამე ზედმეტი აღმოჩნდება თქვენს ურთიერთობაში. მესამე ზედმეტი ასევე იგულისხმება, შეიძლება ხალხი მიფიქროს, რომ არაკაცო მე ადამიანი არა ვარ, რომელიც ღალატობს და რაღაცა, მაგრამ მესამე ზედმეტი შეიძლება იყოს დაქალი, ძმაკაცი, ოჯახის წევრი და ასე შემდეგ. ანუ არ უნდა ჩარიოთ თქვენს ურთიერთობაში არავინ. აი ეს მესამე ზედმეტი გამორიცხეთ აბსოლუტურად. მაშინ გაქვთ კარგი პერსპექტივა ამ ადამიანთან. და ნუ ვისთვის ხო სიყვარული, ურთიერთობა, ყველაფერი არის ეს ბედნიერებისთვის და არა ტანჯვისთვის და ვნახოთ ეს ადამიანი გაგაბედნიერებთ თუ არა. მზე ჩემო კარგებო, აი მას ყველაფერს გაითვალისწინებთ, მზე და იმპერატრიცა. დასტის ძირზე, თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ, რაც მე ხლა ვილაქლაქე და ვისაუბრე, მაშინ ბედნიერება გარანტირებული გაქვთ. და ძალიან დამაინტერესა მეორე ვარიანტმა მართლა და თუ გამომეხმაურებით და აი ვიღაცის ცხოვრებაში მართლაც არის ესეთი პიროვნება, რაც მე წავიკითხე, ძალიან მადლიერი დაგრჩებით. მომავალ შეხვედრამდე.